ტრაგიკული შემთხვევის მომსწრენი გავხდით ამ დღეებში, როდესაც ერთ-ერთი მოძღვარი გარდაიცვალა და მასთან არა მარტო მის მრევლს, არამედ ექიმსაც კი გაუჭირდა, ასე თქვათ, წუდომა. დუმდა. არავის არაფერს არ ასწავლიდა. და ვინც მასთან იყო ერთმანეთში როგორ არიან გაყოფილები და როგორ დაპირისპირებულები. იმიტომ რომ არც იმას უთხრა არ ხარ მართალი, არც ამას. მადლობა დღეს იყოფა ერარქიულად, სამ ერარქიად, ეს არის მთავრობა, შემდეგ უფრო ქვედასაფეხური ეს არის მოდელი, რომელიც მე ვარ და ამაზე უფრო ქვედასაფეხური ეს არის დიაკონი. იყო ერთადერთი ერარქია და ეს ერარქია იყო მოციქულობა. ქრისტეს მოციქულობა. ბერი იქნება ეს თუ მოდელი იქნება, თუ არ ასწავლის, ის ხალხს არ უნდა აღებულობდეს. მოდლები, რომლებიც არაფერს არ ასწავლიან, მაგრამ ბევრია მასთან. იმიტომ რომ არ უწუნებს არაფერს. ქრისტიანობა იყოფა ორად. ეს არის სიტყვა, მაგრამ ხო უნდა იცხოვრო. ეს არის საქმე. უმთავრესი იყო იქ სიტყვის თქვა. მართალი სიტყვის სათქმელად მოვიდა ქრისტე. განსაცხადებლად. სწავლება ამთავარი. იმ მოქმედებით კი გადადის, მაგრამ ის ვერ გადარჩება თუ ქრისტე არ მიიღოს ცნობიერებით. საიდუმლო იმიტომაც ქვია, რომ ამ მოქმედებებში არის ხილული და უხილავი მხარე. ხილული მხარე ასახავს უხილავს. მინდა მივესალმო ჩვენს მსმენელს, მაყურებელს დროება YouTube-ზე. გადაცემათა ციკლი მამა დოროთეს ამბიონი გრძელდება, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი უძღვება ამ გადაცემებს ჩემთან ერთად და მადლობა მას პირველ რიგში ამის გამო, მადლობა ჩვენს აქტიურ გულშემატკივრებს, მსმენელებს, მაყურებლებს, რომელთაც არ ჭირდება ჩეხსენება, მაგრამ ვინც შედარებით ნეოფიტია, ასე ვთქვათ, ახლა შემოგვიერთდა, მინდა ვთხოვო, თუ არ აქვთ ჯერ კიდევ გამოწერილი ჩვენი არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ იმ ადამიანებს, რომლისთვისაც აი ეს სპეციფიური და ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა ქრისტიანობასა და ზოგადად რელიგიაზე გემეტებათ. ჩვენს წინა გადაცემაში მამა დოროთეს წყალობით ჩვენ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის უპირველესად რა თქმა უნდა აღდგომის მნიშვნელობაზე და ამავე გადაცემაში გქონდა საუბარი ნათლის როლზე, ნათლულებზე და ზოგადად ნათლობის საიდუმლოზე. დღესაც მინდა გარკვეული გაგებით გთხოვოთ, რომ საიდუმლოებებზე საუბარი გავაგრძელოთ, ოღონდ ამ ნაწილში სამღვდლო საიდუმლოზე, ასე ვთქვათ, სასულიერო იერარქიაზე, ტრადიციაზე ამ თვალსაზრისით და იმ როლზე, დანიშნულებაზე, უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელიც სასულიერო პირებს, მღვდლებს განსაკუთრებით აქვთ. პირველ რიგში ეკლესიის და ქრისტეს წინაშე და ამასთან საკუთარი მრევლის წინაშეც. და ამ ხრივ მაინც ერთ კითხვასაც დავანონსებ, ვიცი რომ ამ ხრივ ინტერესი ამ დღეებში განსაკუთრებით გააქტუალურდა, როგორ უნდა იქცეოდეს მღვდელი სასულიერო პირი ზოგადად მრევლთან ურთიერთობაში, რომ არ გაჩნდეს გარკვეული პრობლემები მასთან ურთიერთობაში. ამ ხრივ საკმაოდ ტრაგიკული შემთხვევის მომსწრენი გავხდით ამ დღეებში, როდესაც ერთ-ერთი მოძღვარი გარდაიცვალა და მასთან არა მარტო მის მრევლს, არამედ ექიმსაც კი გაუჭირდა, ასე თქვათ, წუდომა და ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი თემა და საკითხი ამოტივტივდა ზედაპირზე ზოგადად გულწრფელად რწმენაში მყოფი ადამიანების ქცევასთან დაკავშირებით და რა უნდა გაითვალისწინოს მომავალში ადამიანმა მსგავსი მაგალითების, ასე თქვათ, არსებობით. დავიწყოთ მომავალ პირველ რიგში იერარქიას, დავიწყოთ სამღვდლო საიდუმლოზე. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, მადლობა რომ გვისმენენ, აინტერესებთ და ბევრი მწერს მეკითხება და ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ ისაკასური ამბობს, როგორ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ჩვენთან არის. თუ ღმერთმა დღეს გაგაგებინა იმაზე მეტი, რაც გუშინ იცოდი, ესე იგი ის შენთან არის.
რადგან ღმერთს ჩვენ მივეახლებით მოცემულობებით, როცა ის გვაძლევს სულიერ წვდომებს. ამით მივეახლებით ჩვენ უფალს და მე ხალხს უცხადებ იმას, რაც მე მომცა ღმერთმა და თუ მათვისაც ეს მოცემულობა იქნება, ხო ძალიან კარგი და შეიძლება უფრო მეტიც მიცეს უფალმა ნებისმიერ ჩვენს მსმენელს. ამიტომ თუ ჩვენი მსმენელი იცვლება იმ გაგებით, რომ მეტი შეიცნო, მეტად შეიცნო ქრისტე, მე ამ ძალიან გახარებული ვიქნები ამ მოვლენით, რადგან ჩემი მოვალეობაც უპირველესად ეს არის, რომ მე საზოგადოებას გავაცნო ქრისტე. და ქრისტე ავამეტყველო ქართულად, გასაგებად და ჩვენთვის მისაღებად ისე, როგორც ის არის და ისე, როგორც მან განგვიცხადა თავისი თავი. რაც შეეხება საიდუმლოებებს, ვიცი ჩვენ რომ არის 7 საიდუმლო, თუმცა ეს დასაწყისში ესე არ იყო. დასაწყისში საიდუმლო იყო 3. ეს არის უპირველესი და უმთავრესი მღვდლობა და ნათლობა და ზიარება. საიდუმლო იმიტომაც ქვია, რომ ამ მოქმედებებში არის ხილული და უხილავი მხარე. ხილული მხარე ასახავს უხილავს და სინამდვილეში იქ ხდება ისეთი რაღაცა, რომელსაც თვალით ვერასოდეს ვერ დაინახავ, მაგრამ სულით ამას იგრძნობ, დაინახავ და სული ცოცხლდება ამ დროს. აი მღვდლობა რა საიდუმლოს მოიცავს, ხო? მღვდლობა მოიცავს იმ საიდუმლოს, რომ რაც ქრისტემ მისცა მოციქულებს, ამის გადაცემა შეუძლია მოციქულებს. უმთავრესი ეს არის. და რა არის ამაში უმთავრესი ამოცემულობაში? სიტყვა ღვთისა. და სული წმინდა. ესეთი ადგილი არის. ახლა მღვდლობა დღეს იყოფა ერარქიულად 3 ერარქიად. ეს არის მღვდელმთავრობა, ანუ მთავარი მღვდელი, ქართულად კარგად ჟღერს, მაგრამ მღვდელია ისიც, მაგრამ მთავარია, ეპისკოპოსი, ხო? შემდეგ უფრო ქვედა საფეხური ეს არის მღვდელი, რომელიც მე ვარ და ამაზე უფრო ქვედა საფეხური ეს არის დიაკონი. თუმცა აი ეს ქვედას იმიტომ ვამბობ, რომ ამით იწყება. დიაკვანი, მღვდელი და მღვდელმთავარი, ანუ ეპისკოპოსი. მაგრამ ეს ასე არ იყო. იყო ერთადერთი იერარქია და ეს იერარქია იყო მოციქულობა. ქრისტეს მოციქულობა. ეს მიცა ქრისტე მოციქულებს და მოციქულებს მიცა თავისი თავი და სული წმინდა. ამიტომ არის რომ როდესაც ქრისტე ამბობს რომ ვინც თქვენ მიგიღებთ ის მე მიმიღებს. ეს არის უმთავრესი. ვინც თქვენ მიგიღებს, ანუ ვინც მოციქულს მიიღებდა, შეიწყნარებდა მის სიტყვას. ის ქრისტეს, ანუ ღმერთის სიტყვას ღებულობდა. აქ არა მარტო ფიზიკურ მიღებლობაზეა საუბარი, არამედ იმ სიტყვაზე, რომელიც მიაქვს მოციქულს. დიახ, დაჯერებაზე. ვინც თქვენ მიგიღებს, ვინც თქვენ დაგიჯერებთ, რომ თქვენ ჩემი მოციქულები ხართ, რომ მე როგორც მამამ გამოგზავნა, ისე თქვენ მე გაგაგზავნეთ, ვინც ამას დაიჯერებს, მაგას მიეცით. ჩემი თავი, ანუ სიტყვა და სული. ეს არის მოციქულების დანიშნულება. და დადგა ესეთი საკითხი, რომ იქმნება თემი. თავიდან არ იყო მონაზნობა, არ იყო ესეთი რაღაცა ისა, იყო მარტო ქრისტიანული თემის შექმნა, ეს მოციქულების დროს იწყება, ანუ ყიდიან იქ თავიანთ რაღაცა ქონებებს დებენ მოციქულებთან და ამით განაგებენ ამ თემის საჭიროებას. ანუ ქრისტიანობა იყოფა ორად. ეს არის სიტყვა, მაგრამ ხო უნდა იცხოვრო. ეს არის საქმე.
ანუ ქრისტიანები ერთმანეთს აძლევენ სიტყვას, მაგრამ ერთმანეთსაც ემსახურებიან. ორგანიზება ეს არის ავადმყოფობა იქნება, ეს არის საჭიროებები იქნება, ეს არის ბევრი რაღაც ერთმანეთის დაცვა, თემი ყალიბდებოდა, ხო? და აქ ქრუვების მომსახურების საკითხი დგება. და მოციქულები ამბობენ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. ეს სიტყვა არის, ეს უნდა ახსოვდეს ყველა ღვთისმსახურს. რომ არ არის კარგი ჩვენ რომ მივატოვოთ ღვთის სიტყვის სწავლება და ტაბლებს, ანუ მაგიდებს ვემსახუროთ. და ამიტომ ამოვირჩიოთ ახალგაზრდები, რომლებიც ტაბლას მოემსახურებიან, ტრაპეზს მოემსახურებიან. დღესაც აი დიაკვანი სიმბოლურად ტრაპეზი ქვია იმასაც, სადაც შეიწირება ძღვენი. ანუ მაგიდა, ბერძნული სიტყვა არის ტრაპეზი და ნიშნავს მაგიდა, სატრაპეზო, სამაგიდო, ანუ რუსულად სტალოვეია რო არის. და ირჩევენ მომსახურე პერსონას, 7 დიაკონს. უკვე ეს წესი შემოვიდა. და ეხლა როგორ იყოფა? მოციქული და დიაკონი. ანუ დიაკონი უფრო ადრეულია, ვიდრე მღვდელმთავარი. ხო, ვიდრე მღვდელი და მღვდელმთავარი. მოციქული და დიაკონი. მაგრამ იზრდება თემი და მოციქულები დიაკონებს შეეძლოთ, აი ნათლობაზე ხო ვისაუბრეთ ჩვენ წინ. დიაკონებს შეეძლოთ მოენათლათ პირველი ნათლობით. ანუ წყალში შთაფრით. ქრისტეს სახელით. და სხვათა შორის პირველად ნათლობები არ იყო სამების სახელით. ეს გვიანდელია. საერთოდ სამების ქადაგება არ იყო პირველ საუკუნეებში. ნაკლებად იყო. ამიტომ გაჩნდა ის მწვალებლობა არიოზობა, რასაც ქვია, რომ ძეს თანასწორად არ თვლიდა მამისა და იქიდან იწყება სამებაზე ქადაგება. აქცენტი, ხო. მაგრამ თავიდან ინათლებოდნენ ქრისტეს სახელით. და სამებაზე იმიტომ არ იყო აქცენტი, რომ მრავალღმერთიანობა იყო და სამ ღმერთად არ ჩაეთვალათ. და იყო ესეთი სექტაც, რომ ღმერთი ერთი ამბობდნენ, მაგრამ ეს სამება ნიშნავს ღმერთის სამი სახით გამოჩინებას. ხან ძედ გეცხადება, ხან მამად გეცხადება, ხან სულიწმინდად, რასაც არასწორი ეს სწავლება, ეს სამი მერე ადგენს ეკლესია სახარებიდან გამომდინარე, რომ ეს არის სამი ჰიპოსტასი, სამი პიროვნება, ერთარსება, სამ პიროვნება. და არა ის რომ მამა ძის სახით გეცხადება, არამედ ძე გეცხადება, თუ გეცხადება, სულიწმინდა მოდის, თუ მოდის და მამა აგზავნის ამას. ნუ სამებაზე მერე ვისაუბროთ კიდევ, ანუ სამი პიროვნება და ერთი არსება. ანუ ღვთაება, რომ ღვთაებრიობა მათი ერთია, ერთ ბუნება. და აი ამ პირველი ნათლობა ორად იყოფა, ერთი არის ხელდასხმა, რომელსაც დღეს მირონცხებას ვეძახით. და პირველი არის ქრისტესთან ერთად სიკვდილი, სამგზის წყალში შთაფლა, მიდღე ქრისტეს საფლავში დადებულ ქრისტეს განასახიერებს. ანუ მასთან ერთად მოუკვდით, პავლე მოციქული ამბობს და რომლებიც მოუკვდით ცოდვას. ეს ძალიან საინტერესოა პავლეს სიტყვები, რომ ვინც ინათლება, ის ცოდვას უკვდება, ეშმაკს უკვდება და ცოცხლდება ღმერთში. და იქ ნათლობის დროს რო ვისაუბრეთ, ერთი კიდე გამომჩერთი წმინდა მამა ამბობს, ძალიან საინტერესოა ეს, ჩემს ახლა ხან წავიკითხე. როდესაც ადამიანი მოუნათლავ ადამიანზე ეშმაკ შეუძლია შიგნიდან ისაუბროს ადამიანის შიგნიდან. და როცა ადამიანი ინათლება და ღმერთი გარედან მოქმედებს. და როცა ადამიანი ინათლება, ღმერთი შიგნიდან იწყებს ადამიანის შიგნიდან მოქმედებას და ეშმაკი უკვე გარედან მოქმედებს. იმიტომ რომ გაძევებულია. და დასტაევსკის აქვს ძალიან საინტერესო ნათქვამი, რომ ღმერთი და ეშმაკი იბრძვის. მაგრამ მათი საბრძოლო ველი არის ადამიანთა გულები.
და როცა მონათლული ადამიანი მის გულში შიგნით ღმერთი ებრძვის გარედან შემომავალ აზრებს ბოროტისაგან. ანუ ღმერთია მასში დამკვიდრებული და თუ ამას ადამიანი გაიაზრებს, მერე მუდმივად ის ღმერთშემოსილი ხდება. და მოციქულები ამის უფლებას აძლევდნენ პირველი ნათლობის, მაგრამ მეორეს თვითონ აკეთებდნენ. რასაც ქვია ხელდასხმა. ნათლობა ადრე, როგორც დღეს მღვდლობა დარჩა ხელდასხმით, ისე ნათლობაც იყო ხელდასხმით. ხელს დაასხამდნენ და მათზე გადმოდიოდა სულიწმინდა. და იყო ნათელღებული. აი დღეს მაგალითად აი ამ დიაკონის საქმიანობა პირველი ნათლობა თუ გამოუვალი სიტუაცია და ადამიანი კვდება ან ბავშვი კვდება და მოუნათლავია შეუძლია ნებისმიერ მონათლულს ქალს კაცს არ აქვს მნიშვნელობა რომ ექსტრემალურ სიტუაციას პირველში შედის ნათელს იღებს მონახვრისა ან მხევალი ღვთისა სახელითა მამისათა და წყალის დასხმა დაძისათა და წყალის დასხმა დასულისა წმინდისა და წყალის დასხმა და ამინ. აი მარტო ეს ფორმულა რო თქვას და მონათლოს და წყალი თუ არა ისე მონათლოს ფურთხითაც კი შეუძლია თითი დაისველოს და ისე მონათლოს ესადა ნერწყვით ხო ეს ადამიანი რომ მოკვდეს ითვლება მონათლულად ამ მეორე ანუ სულიწმინდის გადმოსვლის ნათლობის ჩატარების გარეშეც იმიტომ სულიწმინდა გადმოვა მასზე გასაგები გადმოვა მასზე იმიტომ რომ ქრისტეს სახელით მოინათლა სულიწმინდა გადმოვა თუ მოკვდა ხო და თუ არ მოკვდა მერე მიყავთ ტაძარში და ამ ნათლობას ასრულებენ სრულფასო ხო იმიტომ რომ სულიწმინდა ანუ ჩვენ ქრისტეს სახელით როცა ვინათლებით ეს პირველი ნათლობა რაც არის მაშინ ცოცხლდება ადამიანი იბადება ქრისტესთი აი პავლე მოციქული რო ამბობს რომ ახალი ადამიანს უწოდებს ანუ სხვა არის ადამიანი და სხვა არის ქრისტიანი ქრისტეს მიერ შობილია უკვე ის სული და სულიწმინდა ეძლევა იმისთვის რომ მან შეძლოს ღმერთში ცხოვრება და ეს მეორე ნათლობა შემდეგ ხდება მირონცხებით. ეხლა ადრე არ იყო მირონი, როგორც გითხარით, ეს იყო ხელდასხმით, მაგრამ როდესაც ეპისკოპოსები მოდის უკვე, ანუ მღვდლები არა, მღვდლები არ იყო. მეორე ეს იერარქია, მოციქულების ჩამნაცვლებელი იერარქია, მოციქულები ხო უკვდავები არ იყვნენ და მათ უნდა დაეტოვებინათ აი ამ მადლის გადამცემელი იერარქები და ყველა 70-თაგანიც კი ხატებზე იხატება ეპისკოპოსის ომოფორით მოციქულებრივი შესამოსლით არა ეპისკოპოსის ომოფორით იხატება იმ 70-თაგანსაც ამათმა მიცეს ეს მადლი და ეპისკოპოსი უკვე ჩამნაცვლებელი მაგრამ სრული უფლება არ აქვს ის რაც მოციქულს ჰქონდა აი მაგალითად მოციქულს ჰქონდა ეკლესიის დაარსების უფლება ეს ეკლესიის დაარსების უფლება ეპისკოპოსს არ აქვს და მოციქულს ჰქონდა პირდაპირ ეკურთხებინა ეპისკოპოსი და პირდაპირ მარტო მას მიეცა ეს ძალმოსილება მაგრამ ეკლესიამ ესე დაადგინა რომ ერთ ეპისკოპოსს არ შეუძლია ეპისკოპოსის კურთხევა სამმა უნდა აკურთხოს ანუ სინოდის ჩანასახი ჩდება. ხო, აი სინოდის ის არის, ხო და ასევე ამ ეპისკოპოს შეეძლო პირდაპირ დიაკვნების მსახურების კურთხევა, მაგრამ მღვდლობა არ იყო. და თავიდან მოდის უკვე მოციქულები რო გადიან, რჩება ორი იერარქია, ეპისკოპოსი და დიაკონი. და მღვდლობის გადაცემის უფლება ეძლევა მხოლოდ ეპისკოპოსს. და შემდეგ მოდის ეს მესამე იერარქია საშუალო, რომელიც არც დიაკონია და არც ეპისკოპოსი და სადღაც შუაში არის.
ეს არის მღვდლობა. ეს აი შეიძლება მეშლება, მაგრამ მე მგონი დასავლეთში დაიწყო. მე სამე იერარქია. დასავლეთში დაიწყო, დასავლეთ ეკლესია რომში და მერე გავრცელდა აღმოსავლეთშიც. და პირველი ჩანასახები ისევე იყო, როგორც აი ყველაფერი შეუძლია გარდა ერთისა, მღვდლობის მიცემისა. მაგრამ აი მღვდელს ყველაფერი შეუძლია ნათლობა, ჯვრისწერა, ყველაფერი ეს შეუძლია არა თავისთავად, არამედ ეპისკოპოსის კურთხევით. ანუ მას რომ მღვდლად აკურთხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსი მას აძლევს ამის შესრულების უფლებას, წირვის ჩატარების უფლებას, ანუ რასაც ეპისკოპოსი აკეთებს, ყველაფერს აკეთებს. ყველაფერს უფლება გარდა მღვდლობის გადაცემისა, მაგრამ ეს უფლებაც აქვს ეპისკოპოსისგან. გასაგებია. მაგალითად ეპისკოპოსი რო გარდაიცვლება, აქ ჩანს იერარქია, მარტივად რო ვთქვა. დიახ. ზევიდან მოდის ქვევით. დიახ, აი და ეს უფლებებიც და შესაძლებლობებიც ზემოდან კურთხევით მიენიჭება მას. და ასევე შეუძლია ეს უფლება წაგვაროს ასე. წაგვაროს. დიახ, და აი დააკვირდით ეპისკოპოსის ახლა დღეს მოხდა მცხეთა თბილისის ეპარქიის დაქრევება. ეპარქია დაქრევდა. საქართველოს არ არის დაქრევებული, როგორც ასეთი პატრიარქი კი, რომ პატრიარქი არ აქვს, მაგრამ იმ ეპარქიებს ყავს თავისი მღვდელმთავრები და მათი კურთხევით ისინი წირავენ, მაგრამ აი ჩვენ ვინც მცხეთა თბილისის მღვდელმთავრები მღვდლები ვართ. პატრიარქის სიკვდილის შემდეგ წირვა არ შეგვეძლო. ამას ნიშნავს მოსაყრეც. თუ მოკვდა ის ვისგანაც მე მაგ ამის უფლება, მაშინ მე უკვე ვერ ვწირავ. ამისთვის არის საჭირო დროებით მოსაყრე, რომელიც ამხებით არის აღჭურვილი. დიახ, აი ეპარქიაში თუ ეპარქიის მღვდელმთავარი მოკვდება, გარდაიცვლება. რომელიღაცა ახლო ეპარქიის მღვდელმთავარს აძლევენ კურთხევას, რომ მან განაგოს იქაური სამღვდელოების ბედი. მან მიცეს კურთხევა რო წირონ. გასაგებია. მონათლონ და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობენ, რომ ეკლესია არის იქ, სადაც არის მღვდელმთავარი. ანუ მღვდელს შეუძლია ქადაგება, მაგრამ შეუძლია აი ეს პირველი ნათლობაც თუ ეპისკოპოსი არ არის. ყველა მღვდელი შეძლებს, მაგრამ მირონცხება არ შეუძლია უკვე. იმიტომ რომ ეს მირონი ეძლევა ეპისკოპოსისგან. ამ მირონმა ჩაანაცვლა ხელდასხმა. და ეს ხელდასხმის ჩანაცვლება მოხდა ეკლესიის გამრავლებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მღვდელს ხელდასხმის უფლება არ ჰქონდა, ეს ჰქონდა ეპისკოპოსს და ეპისკოპოსი ყველასთან ვერ მივიდოდა, რადგან გამრავლდა ეკლესია და აკურთხეს მირონი არის ზეთი. ბერძნულად ზეთსაც მირონი ქვია და მირონსაც მირონი ქვია. მირო არის ზეთი. და ჩვენთან ეს ახან ტერმინია შემოსული მირონი სხვა გონია და ზეთი სხვა. არა, მირონი იგივე ზეთია, უნდა აკურთხე. გასაგებია. თავისი წესია, ხმა კურთხევას და ასე შემდეგ. და მღვდლებს აძლევენ ამ მირონს და მე თუ მაქვს მირონი ეპისკოპოსის მიერ მოცემული, მაგრამ იმის ეპისკოპოსი ან გარდაიცვალა, ან გადააყენეს, მე უკვე იმ მირონით ვერ ნათლავ. განა ის მირონი კარგავს მართლს, არა. მე არ მაქვს უფლება. და აქედან გამომდინარე მღვდელს არ შეუძლია ეკლესიის გამრავლება ეპისკოპოსის გარეშე. და თუ ეპისკოპოსი არ იქნება, მღვდელს უკვე იმ საეპისკოპოსო ეპისკოპოსი რასაც აძლევს რა უფლებასაც, იმის გაკეთების უფლებაც არ აქვს და ეკლესია იშლება. სანამ ცოცხალია მღვდელი უქადაგებს, მაგრამ ვერ აზიარებს. იმ პირველი ნათლობით მონათლავს მეორე არ შეუძლია, სულიწმინდა ეს აქ ყველაფერი ეპისკოპოსს აქვს. ანუ მთავარ მღვდელ მთავარს. და მღვდელი მხოლოდ მის მიერ არის უფლება მოსილი. ეხლა რაც შეეხება სიტყვას. აი სიტყვა უკვე ძალიან ხშირად არის ხოლმე საქართველოში თუ ვინმეს მღვდლად აკურთხებენ,
რაღაცნაირად ყველას გონია, რომ მასზე გადმოდის ჭეშმარიტების ცოდნა. ერს გულისხმობ. თუ ის მღვდელია, წესი და რიგით ის უნდა იყოს განსწავლული. ის უნდა იყოს წმინდა წერილის მცოდნე. მაგრამ როგორც ადრე, ისე ეხლაც აი ამ საჭიროება, მოქმედების საჭიროება, საიდუმლოებების აღსრულების საჭიროება მოდი εμას დავარქვათ ხორციელი, გარეგნული მოქმედება. აი ეს საჭიროება უფრო მეტი იყო და ამიტომ ხშირად ხდებოდა ხოლმე შეიძლება არ იყო ქრისტეში ის განსწავლული ისე, მაგრამ ამაში განსწავლული იყო. როგორ მოენათლა, როგორ და ასეთებს აკურთხებდნენ და მორწმუნეს. მაგრამ ყველა მღვდელში არ იყო, არასოდეს არ იყო ყველა მღვდელი ღვთისმეტყველი. რაღაც დონემდე იცის, მაგრამ იმის სიქეთ არ იცის რაღაცა, ხო? ამიტომ როდესაც მღვდელს აძლევენ ამ მადლს, აქ როგორც ადრეს ვთქვით ჩვენ, მოქმედებს იესო ქრისტე და სული წმინდა ამის მეშვეობით. და ამას ნიშნავს იოანე ოქროპირის ნათქვამი სიტყვები, რომ ყველა მღვდლის მიერ მოქმედებს ღმერთი, მაგრამ ყველა მღვდელი არ არის ღმერთისგან. ის მღვდელი შეიძლება ცნობიერებაში მწვალებელი იყოს, მაგრამ მის მიერ მოქმედებს ამ საიდუმლოებებში, რადგან ეკლესიის მიერ არის დადგენილი. ესეთი ეს ერთი პრობლემა იყო ბასილი დიდი, უდიდესი მამა. იყო ხელდასხმული მღვდლად და მღვდელთავრად ნახევრად არიოზელის მიერ. ანუ არ იყო მართლმადიდებელი ის, ვინც ხელი დაასხა. მაგრამ მაშინ ეს განკვეთა ასე არ იყო, ჯერ გარკვევები მიმდინარეობდა. არიოზობის ხან ღებულობდნენ, ხან განკვეთავდნენ იმპერატორი როგორისა და ეს ბრძოლა იყო და აი ასეთ პერიოდში ამბობენ, რომ მას ჰქონდა ეს მადლი. მიუხედავად იმისა, ის უკვე არიოზის მომხრე იყო, მას ჰქონდა ეს სამღვდელო მადლი, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ ეკლესიის წევრი იყო. აი განკვეთის მერე ეს მადლი ერთმევა. და მერე უკვე მისი ნაკურთხი მისისა არ არის, არც ნაკურთხია და არც მღვდელია, ვისაც ხელს დაასხამს ეს მწვალებელი. ეხლა კიდევ ამასაც ეს გამომრჩება და მოკლედ არსებობს ეკლესიები, რომლებიც აღიარებენ და ნათლავენ ზუსტად იმ ფორმულით, რა ფორმულითაც მართლმადიდებელი, ანუ ძველი ფორმულა. არსებობს ძველი ფორმულა, ანუ არ არიან მართლმადიდებლები, მაგრამ არსებობს ის ძველი ფორმულა. ეხლა ზუსტად არ ვიცი სომხურში როგორ არის ეს, მაგრამ იქაც ისი ძველია და შესაძლებელია ეს ფორმულა ზუსტად ისე არსებობდეს, მაგრამ კათოლიკურში ზუსტად ისე. და როდესაც მოდის მართლმადიდებლობაში ამ ფორმულას არ იმეორებენ და ამ პირველი ნათლობით არ ნათლავენ. ის ითვლება რომ მონათლულია. ხო და აი აქ არის მთელი ისა, ითვლება თუ არ ითვლება. ხო და ამით არ ნათლავენ და მირონცხებით ღებულობენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ითვლება მონათლულად. ერთი ესეთი ის არის მარკოზ ეფესელთან ორი ძმა ესაუბრება. ერთი მღვდელია, ოღონდ განხეთქილების ეკლესიის, განკვეთილი ეკლესიის. და მეორე ჩვეულებრივია. ეს ძმა ეუბნება რომ ეხლა ჩემი ძმაო თქვენთან რომ გადმოვიდესო მღვდელიო. მღვდლად მიიღებთო? კიო. მეო მღვდლად მიმიღებთო? არაო. ხო და ეხლა ჩემი ძმა მღვდელიაო, არ არისო მღვდელი. მაშინ რა მღვდლად რატო ღებულობთ? იმიტომ რომ თქვენ გაქვთ აღიარებული და ის მღვდელი ხდებაო როგორც კი ჩვენ ვაღიარებთ. ეს არის აქ დასაჭერი ეს ესეთია, ცოტა
წვრილი ხაზებია, ხო. იმიტომ რომ თუ იმას ჩათვლი მონათლულად არამონათლულის მიერ, ანუ სულიწმინდა თუ გადადის იმისგან, ვისაც ჩვენ თვლით, რომ სულიწმინდა არ არის ვისთანაც. თუ ერთ საიდუმლოს ჩათვლით, რომ ხდება, მაშინ მეორეც რატო არ ხდება? ან მესამე რატო არ ხდება? ყველა უნდა ხდებოდეს. მაშინ გამოდის, რომ ხელახლა პირობითად ხელახლა მონათლა აუცილებელი. უბრალოდ თუნდაც კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაში გადმოსვლის დროს სრულფასოვანი ნათლობა ჩასატარებელი. სრულფასოვანი არ არის, იმიტომ რომ ამ ფორმულას რახან იგივენაირად ვაკეთებ ჩვენ, როცა მას ვაღიარებთ. მონათლული ხარ და რადგან ეს ჩატარებული. აი მაშინ ხდება მონათლული. ეს არის საყინულიდან რომ გამოიტანო რაღაცა და გაალყო. და უკვე ხდება ის. ანუ აქ იწყებს მოქმედებას. გასაგები. თორე თუ ვიტყვით რომ ერთი სრულდება იქ და მეორე არა და რა მაშინ მირონცხება რატო არ სრულდება? მირონცხებით აქტიურდება ეგ ფაზა? უფრო მარტივად. ხო, აღიარებით და მირონცხებით. გასაგები. ხო და აქედან გამომდინარე მართლმადიდებლობა თulis და სხვათა შორის ყველა ეკლესია, მარტო ჩვენ გვაბრალებენ რომ ჩვენ ვიძახით რომ ჩვენ ვართ მართლები. ყველა ეკლესია მაგას იძახის. აი საერთოდ სექტები საიდან წარმოიშვა? ან მაგალითად პროტესტანტიზმი საიდან წარმოიშვა? რომ კათოლიკებს უთხრეს, პაპს უთხრეს რომ არ ხარ მართალი. და ჩვენ ვართ მართალი. და წარმოიქმნა პროტესტანტიზმი. პროტესტანტიზმიდან წარმოიქმნა ანაბაპტიზმი. ანაბაპტიზმი იდევნებოდა უკვე პროტესტანტების მიერ. თუ პროტესტანტები კათოლიკების მიერ იდევნებოდა, ანაბაპტიზმი იდევნებოდა პროტესტანტების მიერ. იმათმაც გამოუცხადეს პროტესტი, თქვენ არ ხართ მართალი, ლუთერს. და ასე შემდეგ. ანუ ყველა სექტა მიმდინარეობა, მოდი ესე ვთქვათ. ყველა მიმდინარეობა პროტესტს უცხადებს და იმიტომ ახალს აყალიბებს. თორე თუ იმას პროტესტს არ უცხადებს, რატო გამოდიხარ იქიდან? და აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე. აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე. ეს მარტო ჩვენ კი არ აქვს. ყველას აქვს. რელიგიის პრინციპია ეგ. ეგ რელიგიის პრინციპია, კი ბატონო. და ამ პრინციპიდან მოდის პარტიები სხვა შორის. ეს პარტიულობა რაც არის ახლა ოპოზიცია, პოზიცია. ეგეც აქედან რაღაცა სხვა პროგრამა აქვს. თუ ერთი და იგივე პროგრამა აქვს, მაშინ იგივე პარტია. ეს უკეთესი საზოგადოების მოწყობის მოდელი შეერგოს და ეს არის პროტესტი არსებულთა მიმართებაში როგორ. კი ბატონო, ანუ ფორმა იქიდან მოდის, ერთი და იგივე არ არის, რა თქმა უნდა, არ ვამბობ ერთი და იგივე, მაგრამ ფორმა მოდის იქიდან. რადგან ნათლობას ვსაუბრობდით, მაინც მიმდინარე აქტუალობა რო შევმატოთ. თქვენ ჩემთან ოღონდ სატელევიზიო გადაცემაში ძალიან მოკლედ ისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ აი ნათლობის ჩატარება, თქვენს მიერ პირადად ამ საიდუმლოების აღსრულების დიდი ენთუზიაზმი არ ქონდათ რაღაცა პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ამას აკეთებდით. ვინც მთლიანად ნახა ეს ნაწილი, მშვენივრად გაიგო, რასაც გულისხმობდით, მაგრამ შემდეგ პროპაგანდისტებმა ეს ნაწილები ამოჭრეს და ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, აქტიურად გამოყენებადი ამ სიტყვის ყველაზე ნეგატიური გაგებით ნაწილია და შეგიძლიათ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რას გულისხმობდით, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ის ვრცელი ჩვენი გადაცემა არ უნახავთ. ეს ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის მე ისედაც მეზარებოდაო, ასე ვთქვით, მაშინ, ხო? მღვდელმსახურების შეჩერების ფონზე მოხდა ეს კომენტარი. ისეთი რაღაცები ვამბობ, რომელიც იმ შემთხვევაში ზუსტია, მაგრამ ერი არ არის ამისთვის მზად. და სხვათა შორის მაგაზე ჩემი ახლობლები მთხოვდნენ, რომ განუმარტეო რა და ან განგვიმარტე რა თქვიო, იმიტომ რომ ერმა არიცის უპირატესობა და ის რა არის. ანუ არა მარტო ჩასაფრებო პირებს გამოადგათ ეს თქვა, არამედ თქვენი კეთილის მყოფელებიც კი არ დაეჭვდნენ, უბრალოდ კითხვები გაუჩნდათ, რას ნიშნავს ეს. კი, და ბევრი მეჭვებებოდა რატო თქვიო და მე ვთხარი ეგრე ვფიქრობ და ეგრე ვამბობ. მაშინ განმარტავ ერთ რაღაცას, რომ აი ამ მღვდლობაში, ეპისკოპოსი ადრე იყო ცოლიანი. ეპისკოპოსიც იყო ცოლიანი. იყო უცოლოებიც, იყო ცოლიანი, მაგრამ უცოლოები ბერებად არ ითვლებოდნენ. ცელებატებად ითვლებოდნენ. მაგალითად, არასოდეს არავის არ უთქვამს, რომ ათანასე დიდი იყო ბერი. ცელებატი იყო.
ანუ ეგ საკითხი ცელებატი რო განმარტოთ ქალწულობის აღთქმა უნდა მიცემ. აღთქმას არ დებდნენ. უბრალოდ არ მოყავდათ, არ უნდათ ისა ქალწულა რჩებოდნენ, ქალწულობის ინსტიტუტივით იყო მაშინ ეს მერები კაცების, რომ ცოლი არ უნდათ და მე აკურთხებდნენ და მე თავისთავად ცოლი არ მოყავდათ და იყვნენ სასულიერო პირები და მაღალი იერარქები, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი. მაშინ არ იყო ბერობის აღთქმა. და საერთოდ მონაზნობა, მაგაზე მე ცალკეც ვისაუბროთ ჩვენ მონაზნობაზე. მონაზნობა სახელი შემორჩა, თორე სინამდვილეში მონაზნობა არ არსებობს. აი ხე ბერობა ეს არ არის სახელი, ბერი ქართველი უწოდებ მოხუც ნიშნავს. თორე ეს მონაზნობა არის. მონაზონობა არის კაცის და ქალის შემთხვევაში. მონახოს. ხო და ეს მონაზნობა სახელი დარჩა. თორე ის ფორმა რა ფორმითაც იყო, ის ფორმა არ არსებობს არსად. და ფორმა რა იყო, რომ მონაზვნები ეკლესიისგან კი არ ღებულობდნენ კურთხევას და კი არ აკურთხებდნენ მათ ბერებად, მოდი ესე ვთქვა. არამედ თვითონ გადაწყვეტავდნენ, რომ ეკლესიიდანაც და საერთოდ საერო ცხოვრებიდან მიდიოდნენ უდაბურ ადგილას. უდაბური ადგილი არ ნიშნავს ქვიშიან ადგილს, უდაბური ადგილი ნიშნავს დაუსახლებელ ადგილს. ადამიანებისაგან დაბა ნიშნავს სახლს. დაბა სახლს ნიშნავს და ესა და სახლები არ იყო. ანუ იქ სადაც ხალხი არ ცხოვრობდა. აი ესეთ რაც შეიძლება მაქსიმუმ გადიოდნენ, რომ ხალხთან კავშირი არ ქონოდა. განერიდებოდნენ საერო ცხოვრებას. დიახ, და ესენი განრიდებული იყვნენ საეკლესიო მოღვაწეობასაც. არ იყვნენ ისინი არც მუდლები, არც არაფერი. და აი ზოსიმესთან არის მარიამ ეგვიპტელი რო ნახა, დადიოდა ამ განდეგილების აზიარებლად. ერთი მღვდელი მერე მიდიოდა და ამათ აზიარებდა აღდგომას. ყოველდღე კი არ ეზიარებოდნენ, აღდგომას აზიარებდა. და მერე ათანასე დიდმა რო ნახა ესენი როგორი თავდადებულები იყვნენ, სხვათაშორის ათანასე დიდი მათთან იმალებოდა, როცა დევნაში იყო. და გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ათანასე დიდიო მათთვისო გახდაო როგორ ვითარცა მოსე. და როცა დევნელებიო ათანასე დიდის დევნელებიო მიდიოდნენ ამ ბერებთან, ანუ ამ განდეგილებთან, რო ეძებდნენ ათანასეს, ისინიო თავს დებდნენო, თავს აჭრიდნენო და არ ამბობდნენო. არ განაცხადესო ათანასეზე არაფერიო. იმდენად შეიყვარესო, რადგან ათანასე მათ ასწავლიდაო ქრისტეს. ანუ ისინი არ იყვნენ განსწავლულები, მოღვაწეობდნენ, მაგრამ ეს ეგვიპტური ის არის, განსწავლულობა იყო ნაკლები. და აქ ამ ბერძნულში ამ ხალწულებაში და ეპისკოპოსებში განსწავლულობა იყო დიდი. და ესენი მასწავლებლები იყვნენ. თუმცა უდაბნოში არ ცხოვრობდნენ. ეს ორი და შემდეგი ანუ აღთქმა დადებული და მერე მღვდლად ნაკურთხი და მერე ეპისკოპოსად, აი ესენი უკვე არ არიან ის მონაზვნები, ანუ მარტო მყოფები, მონახოს ნიშნავს მარტო განდეგილად ყოფს. და მარტო მყოფი როგორ არ იყო გრიგოლ ღვთისმეტყველი, ამას ნიშნავს მარტო მყოფი არ იყო, თორე ქალწულებით ქალწული იყო, მაგრამ მარტო მყოფი არ იყო. ამიტომ დღეს აი ბერი ხარ და რუსთაველზე რა გინდა? ეგეთი ბერი არქიმანდრიტი არ შეიძლება იყოს. მარტო მყოფი მე არა, არქიმანდრიტი არ შეიძლება მარტო მყოფი იყოს. ესმით აი არქიმანდრიტი არ შეიძლება დადუმებული იყოს. მღვდელი მასწავლებელია. ერთი ორი სიტყვის მაინც. ხო და ეხლა მაგაზე რომ მივიდეთ, აი დააკვირდით მოციქულები რას ამბობენ, რომ ჩვენო სიტყვას რომ მოვშორდეთო და ეს წესები რომ აღვასრულოთო, ეს არ იქნებაო კარგი. ჩვენი ვალდებული ვარიო განსწავლოთო. და არა წირვის ჩატარებაც კი არ არის იმდენად განსასწავლი მაგალითად მაშინდელი წირვასა და ესენი ატარებდნენ დამთავრები რა თქმა უნდა, მაგრამ უმთავრესი იყო იქ სიტყვის თქვა. და მერე ზიარება. და ეს სიტყვა უნდა მიეცათ. მართალი სიტყვის სათქმელად მოვიდა ქრისტე. განსაცხადებლად. თავისი თავი განგვიცხადა, ანუ სიტყვა განგვიცხადა, სიტყვა ღმერთი განგვიცხადა. და ესენი სიტყვის მსახურები არიან. და ამათვის ახლა ნათლობის მოქმედება ნათელს აძლევენ სიტყვით
მაგრამ ეს მოქმედება უკვე სხვას დაუთმეს. საიდუმლოს აღსრულება, რიტუალი. საიდუმლოს აღსრულება სხვას დაუთმეს, მაგრამ განსწავლა არა. და ამიტომ ვამბობ მე რომ ეს პავლე მოციქულის სიტყვებია, წავიკითხავ, მოკლედ ძალიან საინტერესოა. რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა ძმებო, რომ დავაა თქვენ შორის. მე ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენთაგანი ამბობს, მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. განა გაიყო ქრისტე, განა პავლე ეცვა თქვენთვის ჯვარს. ან პავლეს სახელით მოინათლეთ? მადლობა ღმერთს, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ მომინათლავს. გარდა კრისპოსის და გაიოსისა. მადლობა ღმერთს, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ მომინათლავს, რომ არ შეგიძლიათ მე თქვათ, რომ მე პავლესი ვარ. ანუ ესეთი როგორია ღმერთს მადლობს, რომ საცტურად არ ექნა ვიღაცებს და ვიღაცები არ მოუნათლია. და ყველაზე საინტერესო აქ არის ეს, რადგან ქრისტეს არ მოულენილვარ მოსანათლავად, არამედ სახარებლად, არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი. ანუ ქრისტესო მე ნათლობის აღსასრულებლად არ მოულენი ვარ. სიტყვის საქადაგებლად თქვენ რო გახაროთ ჭეშმარიტების ქრისტეს აღდგომა, ქრისტეს ცხოვრების მოცემულობა, რომ მან ცხოვრება მოგცა. და პავლე მოციქული აცოცხლებდა სიტყვით. აცოცხლებდა ქრისტეს სიტყვის მიცემით და სულის მიცემით და ის პავლეს ზრდიდა ეპისკოპოსს და ეპისკოპოსი მერე ამას აძლევდა მღვდლებს და მღვდლები ნათლავდნენ. ეხლა ჩემ შემთხვევაში დღეს არც ერთი ეპისკოპოსი არ აღასრულებს ნათლობას საქართველოში და სხვაგანაც. და არც აღასრულებენ ჯვრის წერასაც. თუ ძალიან ახლობელია ვიღაცა და თხოვს და უნდა ეს მღვდელთავარი იყოს, იშვიათად ხდება, მაგრამ იქაც მღვდელი ასრულებს და მღვდელთავარი ესწრება. და რატო? ასამაღლებელ სიტყვას. ხო, ასამაღლებელ სიტყვას. და რატო? იმიტომ რომ ეს არის განა მეორე ხარისხოვანია ნათლობა არა. მოქმედება ეს ყველა შეუძლია. ნებისმიერ მღვდელს რო აკურთხებ, საერთოდ რო არ იცოდეს ქრისტე, ეს მოქმედება თუ იცის, მისი ხელიდან ჩვენ როგორც ვთქვით, გადადის და ინათლება მოსანათლი. მაგრამ ყველა ეპისკოპოსი მზად უნდა იყოს, რომ მან ქრისტე მიცეს ადამიანებს. ქრისტე განუცხადოს, ქრისტე ასწავლოს, იმიტომ რომ სწავლებაა მთავარი. იმ მოქმედებით კი გადადის, მაგრამ ის ვერ გადარჩება თუ ქრისტე არ მიიღოს ცნობიერებით. ეს მონათლა არ არის საცხონებელი, საცხონებისთვის აუცილებელია, მაგრამ არა საცხონებელი, იმიტომ რომ თუ მან ქრისტე არ მიიღო, ის სულიწმინდა რომელიც მასზე გადმოდის, შეიძლება მომშორდეს. კი მონათლობა დარჩება, მაგრამ სული არ იქნება მასში. და ამაზე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ უარესი შეიძლება იყოს და 7 მოვიდეს და მე ვარ არქიმანდრიტი. არქიმანდრიტი ნიშნავს ეს არიციან, მოკლედ იმედი ჟურნალისტებს ვერ აუხსენით 9 ჯერ უთხარი ბერი არა ვარ თქვა, აი ბერი არა ვარ ამბოსა. ბერი არა ვარ ნიშნავს რომ მე აი დღეს როგორ არის ბერი არის ის ვინც არის ამ ხელდასხმის გარეშე და ბერი არ შეიძლება მასწავლებელი იყოს. თუ ის არ არის მღვდელი, არ შეუძლია მას უბრალოდ იქადაგოს. თუ რაღაცა მწვალებლობა ეკლესიაში, იქ რა თქმა უნდა შეუძლია ხმა მოიყოს, მაგრამ ერი რო დამოძღროს და ეს ასეა და ეს ისე, ამისი კურთხევაც უნდა მიცეს ვიღაცამ, თორე არ არის ეს მიღებული ფორმა. თუ ესეთი არის, ეს უნდა აკურთხონ და აკურთხებენ და მერე იწყებს მასწავლებლობას. ამიტომ როდესაც ბერს აკურთხებენ, ის უკვე მარტომყოფი და მორჩილებაში კი არ არის. არამედ ის უკვე მღვდელია
და მას ყავს მორჩილებაში ვიღაცები. და არქიმანდრიტი, ანუ ერარქია ესე არის დაყოფილი, რომ პირველი არის მღვდელ მონაზონი, იერამანახი ქვია ამას ბერძნულად, იერეი და მანახი. ანუ მღვდელი და მონაზონი, ქართულად ასე გადმოდის, მღვდელ მონაზონი. ეს არის პირველი საფეხური მღვდლობის, მეორე საფეხური არის იღუმენი, ნუ ეს ჩვენთან არის, მაგრამ იღუმენი ნიშნავს წინამძღვარს წესით, მონასტრის წინამძღვარს. რაც არის ისა თეთრ მღვდლებში ორია ეს ხარისხი. და შავ მღვდლებში სამი არის, მღვდელმონაზონი, იღუმენი და არქიმანდრიტი. და ეს არქიმანდრიტი არის უმაღლესი ხარისხი მღვდლობის, ანუ მღვდლობაში. მერე არის უკვე ეპისკოპოსობა. და არქიმანდრიტი არის მონასტრების წინამძღვარი. შეუძლია რამოდენიმე მონასტრის წინამძღვარი იყოს. არქიმანდრიტები არ აღასრულებენ, განა არ შეუძლიათ, არ აღასრულებენ ნათლობას, არ აღასრულებენ ჯვრისწერას და საერთოდ რუის ურბნისის კრების მიხედვით საქართველოში ბავშვის მონათლაც კი აკრძალული იყო მონასტრებში. მონათლა ბავშვის და საერთოდ ბავშვის მიყვანა მონასტრებში. რომ რაღაცა წარსული ან რაღაცა რო არ გაეხსენებინა ბერებისთვის. ოჯახი ან ვიღაცას დატოვებული ქონდა ბავშვი და გაახსენდა თავისი ბავშვი. ანუ ბავშვის მიყვანაც კი აკრძალული იყო. და მე როცა ვთქვი რომ ეს მეზარებოდა ნათლობა და ჯვრისწერა, ეს ნათლობა კი არ მეზარება, რომ მოუნათლო ადამიანი პირიქით მიხარია, რომ ადამიანს ნათლავდა, ადამიანი ღმერთთან მიმყავს, მაგას აჯობია. მაგრამ ამ წესის ეს მე არ მეკუთვნის ამ წესის აღსრულება, რადგან უპირატესი შემიძლია. და უპირატესი არის ეს, რასაც ვაკეთებ. თქვენთვის განსაზღვრული პრიორიტეტული პასუხისმგებლობა არის მართალი სიტყვის მიტანა და შემდეგ რიტუალის აღსრულება. დიახ, და დააკვირდით საქართველოში აპარტაუნებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც ასე ასწავლის ქრისტეს. ნუ 10, 20, 30, ხო? თქვათ. მაგრამ მღვდელი არის 4000 მე მგონი და ყველა შეუძლია მონათლა. მაგრამ ყველას ასე არ შეუძლია ლაპარაკი. ქრისტესზე, ხო? და ამიტომ თქვი მე რომ მე ამას ვაკეთებდი ბეთლემის წინამძღვარი რო ვიყავი, მაშინ ნათლავდი ჯვარს წერდი, იმიტომ რომ მამით ჰქონდა შემოსავალი. საქართველოში სამწუხაროდ საარსებო სიტყვის გამო არავინ არაფერს არ მოგცემს. და ძალიან საინტერესო არის, ახლა თუ დრო გვაქვს, თუ ძალიან არ გადავაჭარბებთ, ფსიქოლოგი და მღვდელი შედარება. სანამ მაგას მოყვებით, ვისარგებლებ შემთხვევით და შეიძლება ჩვენი გადაცემა ამ ხრივ აღმოჩნდეს გარკვეული გამონაკლისი და მოვიფიქრებ ჩვენ ფორმას, რომ თავად ამ გადაცემის უწყვეტად და უშვრეტად ფუნქციონირებისათვის შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ გადაცემის დახმარებას, დავარქვათ ასე სპონსორობას მოინდომებენ და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თქვენი ეს სიტყვები არ გამართლდება და აი ამ სიტყვის გამოც ჩვენი მსმენელები იქნებიან ესენი თუ ცალკეული ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს ჩემი ჩანართის ნაწილი იყო. ძალიან კარგი იქნება, მაგალითად საქართველოში სახლის კურთხევაზე მოგცემენ, ჯვრისწერაზე მოგცემენ, ნათლობაზეც გაჩუქებენ ფულს, რომც არ მოთხოვა, მაინც გაჩუქებენ, მაგრამ რაც არ უნდა ასწავლო, ეს და ცუდი ის არის სწავლებაც არ უნდათ. სხვათა შორის ახლა უკვე პრაქტიკაზე გადავალ, ჩემთან რომ მოდია ხოლმე აი ყოფილა ესეთი შემთხვევა, მე ფსიქოლოგზე არ დაგვავიწყოს. ყოფილა ესეთი შემთხვევა, ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელსაც ხატებთან ჩემი სურათი ეკიდა. მე რო არ ვიცოდი ისე. იმდენად პატივს მცემდა. და აი ჩემზე რო მის წინაშე ლოცულობდა. ხო, მის წინა ხატებთან ხო ლოცულობს ადამიანი და იქ ჩემი სურათი ეკიდა და რომ მოდის რომ მე უთქვამ შემთთვის რომ აი შენი სურათი მიყიდია და ისე დიდ პატივს გცემ მამაო და ასე და ეს ნუ სოციალური ქსელებიდან ახან ქადაგება ძველად ტაძარში რომ ქადაგებდი, როცა ტაძარი ადბიონი მქონდა, იქიდანაც ბევრს მოусვენია და მოსულა. ხო და ნუ ახლა მე ამის გამო
შუბით არ ვიწყებს, არაფრის გამო პირიქით ადამიანი პატივს ქსებს რაღაცა, მაგრამ ახლა მაინც ამ ადამიანს უკვე უწყებ რა საუბარს. ახსნა განმარტებას, იმიტომ რომ მე რითი განსხვავდები ბევრისგან, რომ მე ჩემს თავს კი არ ვაძლევ, ქრისტეს ვაძლევ. და ჩემი მიმდევარი არის ის, ვინ ჩემგან ქრისტეს ღებულობს, ანუ სიმართლეს ღებულობს, ჭეშმარიტებას ღებულობს და იგებს უფრო მეც ქრისტეზე და არა ჩემზე. ქრისტეზე. ამიტომ, როდესაც მე მასთან ქრისტეზე დამიწყია საუბარი და მასაც დაუწყია როგორც წარმოედგინა ღმერთთან და რო დამიწუნებია მისი აზრი, ესე არ შეიძლება, ეგრე არ იაზრონ, ეგრე არ იფიქრო. ალბათ ის სურათით ჩამოხია და შეიძლება მიგაწყებულად კიდე. შეიძლება მიმაწყებლა კიდეც. ისე ანუ ადამიანი არის ეს გარკვეული ფორმით კერპს აყვანმსემლობის გამოვლინება, როდესაც შენ თუნდაც სასულიერო პირის სამღვდელოს ისეთ დონეზე განადიდებ, რომ იმაზე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ და იმაზე უფრო დიდი გავლენის საშუალებას აძლევ, ვიდრე ასე უნდა ხდებოდეს. ამის მაგალითები არის ჩვენს რეალობაში და გაცემის დასაწყისში ვახსენეთ კიდეც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი, რომელიც სასულიერო პირი იყო, შემდეგ ისე განვითარდა, ისეთი სწავლება, ისეთ მიმართულებით წავიდა და მრევლის გარკვეული ნაწილი უბრალოდ მისი მიმდევრების ამ მიმართულებით ცოტა კი არის საკმაოდ განსხვავებულად იქცეოდნენ, ვიდრე თუნდაც საეკლესიო ტრადიცია გულისხმობს ამას. აი ყველა მოდელი გაიგებს ახლა და ფსიქოლოგებიც გაიგებენ, რას ვიტყვი მე. ძალიან ხშირად მოდის ადამიანი ეკლესიაში, მოდის მოდელთან და თავიდან როცა მე გამოუცდელი და ესეთი ვიყავი გამოუცდელი ადამიანებთან ურთიერთობაში და არა ქრისტესთან, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა ესე და არ მქონდა, მეგონა რომ ყველა მოდიოდა იმისთვის, რომ ჩემგან გაეგო. მღვდელთან მოდის იმისთვის, რომ მე ვასწავლო. და ძალიან ბევრი მოდის, რომ მე უბრალოდ დაუდასწურო, რომ ის მართალია, თორემ მას აქვს უკვე თავისი სწავლება. და ბევრი მოდის, რომ არა რომ მე მომისმინოს. აი ახსარებას რომ მეუბნება, თუნდაც დადებითის რო საუბრობდეს, მაინც ადამიანს უფრო ურჩევნია, რომ მას მოусმინო. იმიტომ რომ ადამიანებს არ ყავთ ისეთი ერთგული ვინმე, ვისაც თავის გაჭირვებას მოუყვებიან. და ასეთ ერთგულს პოულობს მოდელს, ან ფსიქოლოგს. ამიტომ ფსიქოლოგმაც იცის, რომ მასთან რომ მოდის ადამიანისთვის შველა უფრო არის ის, რომ მას მოусმინო. თუნდაც რომ ძალიან რთული იყოს. მოусმინო მას და არა რომ შეიძლება არაფერი არ უთხრა, მაგრამ მოусმინო და ის გახარებული მიდის. იმიტომ რომ შეძლო ვიღაცასთან და თუ თავისი ნაკლიც გითხრა, იცის რომ არ დაცინებ მაგის გამო. იცის რომ ამას არ გამოიყენებ რაღაცისთვის. ესე თუ გენდო, მე ყველაფერს გეუბნება. ეს დადებითი რაც არის, მაგრამ ძალიან ბევრი მოდის თავისი აზრებით. და როცა მე იმ აზრების შეცვლას ვცდილობ, ეს ადამიანი მეკარგება. ან მიპირისპირდება. იმიტომ რომ მას არ უნდა, ყველას თავისი ქრისტე ყავს. და აი ამ შემთხვევაში რაც თქვენ თქვით, მე უფრო ნაკლები რაოდენობით, ნაკლები მრევლი მყავს, ვიდრე არიან მღვდლები, რომლებიც არაფერს არ ასწავლიან. მაგრამ ბევრია მასთან. იმიტომ რომ არ უწუნებს არაფერს. ღებულობს ისეთად, როგორიც ის არის, და არ განსწავლის. და იმას ურჩენია იმ მღვდელთან იყოს. იმიტომ რომ თავისი აზრი მოწონს, თავისი ის მოწონს. აი იმ შემთხვევაში ახლა ეს სასულიერო პირი იყო, ხო? და დუმდა. არავის არაფერს არ ასწავლიდა.
და ვინც მასთან იყო ერთმანეთში როგორ არიან გაყოფილები და როგორ დაპირისპირებულები. იმიტომ რომ არც იმას უთხრა არ ხარ მართალი, არც ამას. ყველა თავისი აზრით არის მასთან. ამიტომ თუ ბერი იქნება ეს თუ მღვდელი იქნება, თუ არ ასწავლის ის ხალხს არ უნდა ღებულობდეს. მაგრამ თუ ხალხს ღებულობდა, ხალხის ხარჯით ცხოვრობ, მაგრამ არ ასწავლი, უდიდესი შეცდომა. აქედან გამომდინარე იკრიბება მერე მღვდლის ირგვლივ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ყავს, რა ვიცი, ისე წარმოდგენებშია და შეიძლება თავი იოანე ნათლიმცემელი გონია, ან და მე უნდა გამსწავლო ეხლა და მე ისა და ესეთი ხალხი იკრიბება მის ირგვლივ. იმიტომ რომ მისი სწავლებით მიდის და არა ის არაფერს არ ასწავლის, დუმს. ამიტომ ეს მღვდლის მოვალეობა რა არის? დააკვირდით ახლა ფსიქოლოგი და მღვდელი. ფსიქოლოგი მაგალითად ადამიანი რომ მიდის ფსიქოლოგთან, ფსიქოლოგმა იცის რომ მისი მობრუნება უნდა შეძლოს იმ საზოგადოებაში, რომელ საზოგადოებასთანაც მას გაუჭირდა. ეს იქნება ოჯახი, ეს იქნება საზოგადოება. ანუ ფსიქოლოგთან იმიტომ მიდის რაღაც პრობლემები აქვს ურთიერთობებში. რაღაცა არ მოწონს, რაღაც ის არის და დეპრესიულ მდგომარეობაში ან რაღაცა. და ფსიქოლოგის თელი მოვალეობაა რომ ამ უწინდელში დააბრუნოს. ანუ რა ნორმაც არის მიღებული ჩვენ საზოგადოებაში, იმ ნორმაში დააბრუნოს. და ეს მისთვის მიღწევა. მაგრამ აი მღვდლისთვის ეს არ არის საკმარისი. მღვდელთან მოდის სრულიად ნორმალური ადამიანი, უპატიოსნესი, მაგრამ მღვდელმა შეიძლება უთხრას ვერ გადარჩები. ვიდრე ეს არ არის ნორმა. შენ რომ მეორე სამყარო არ გრჯერა, სულის არსებობის არ გრჯერა, მე ვეუბნები ასეც ნორმალური არ ხარ. ეს არ არის ნორმა. ნორმალური ხარ, ჯიჯი ხარ მეთქი არ ვეუბნებ, მაგრამ ნორმა არ არის. იმიტომ რომ ქრისტე აღსდგა. ქრისტე მობრუნდა. და ქრისტემ გვითხრა რომ თქვენ ცოცხლები ხართ და თქვენი ცოცხლები, ვისაც ჩემი წამს ის სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადის. ეს არის რეალობა. ოღონდ უხილავ. ეხლა მე მღვდელმა ამ ადამიანს ის რეალობა უნდა ვაჩვენო, რომელიც ქრისტემ გვაჩვენა. და ეს რეალობა, რომელიც მას გონია, უნდა დაუწუნო. და უნდა უთხრა ეს არ არის რეალობა. მე ვეუბნები ასე შემთხვევაში, იცით მოვა დრო, როცა თქვენ მოკვდებით და თქვენ ხორცს დაინახავთ მიწაზე, ან ლოგინზე და თქვენ რო იქ დგეხართ. თქვენ დგეხართ და თქვენი ხორცის თქვენ არ ხართ. ეს არის რეალობა. ამ რეალობას ყველა დაინახავს. მაგრამ ეს რეალობა დღეს არ ჩანს. და მე მღვდელმა ის რეალობა უნდა დავანახო. აი სხვათა შორის მე არ მესმოდა პავლე მოციქულის სიტყვები ძალიან მინდოდა ამის გაგება რას ნიშნავდა. მე ქრისტეს გონება მაქვს. აი როგორი სათქმელია რომ მე ქრისტეს გონება მაქვს. ახლა რა არის, რას ნიშნავს? და ოქროპირთან ნახე, საოცარი არის ეს ოქროპირი წმინდა მამა. ახო პავლე ამბობს რომ რაც ვიციო, ყველაფერი ქრისტესგან ვიციო. აი ახლა მე რას ვთქვი? ქრისტე რომ აღსდგა, ქრისტე რომ მამა ჩემის სახში მრავალი სავანეა და მე წავედი რომ მოგიმზადოთ. და ეს რო რეალობაა. ამას მე გონებით ვერასოდეს ვერ მიხვდებოდი, ჩემი გონებით. და ეს თუ მჯერამე, ესე ქრისტეს გონება მაქვს, რაც ვიცი ქრისტესგან ვიცი. და მე მღვდელი რაც ვიცი მღვდელმა, ეს ქრისტესგან ვიცი და ეს ქრისტესგან რაც ვიცი ეს უნდა მივცე. და ამ შემთხვევაში ხდება რომ მე რაც მას აქვს, იმას უწუნებ თავისთავად. ეხლა უნდა მოვახერხო რომ ის არ გაღიზიანდეს და თავისი რამენაირად მოვაშორო და ეს დავაჯერო. ეს უკვე სამღვდელო რაღაც ნიჭია, მადლია, ამიტომ უწოდა მაცხოვარმა ორი სახელი, ერთი მეთევზე და ერთი მონადირე. ხო და აი მეთევზე, წარმოგიდგენთ მეთევზეობა როგორი რთულია, ამინდი მოხმედებს თევზზე.
მეთევზესთან დავდიოდი მეგობარი მყავს და დავდიოდი ხოლმე და ხან ამას გრძელს უკეთებდა ანკესის იმას ხან მოკლის მე ვეუბნები რატო აი დღეს ცივა და აი სიღრმეშია წყალი იქ არის თბილი ანუ ეს გარეთ რა მინდია ის რომ მოქმედებს ეს არის აი მეთევზეობა იმდენად უხილავი უნდა დაინახო ასევე მონადირეობა აი სად რა მკვიდრობს სად როგორ თუ ცაში მიფრინავს და ესეთია თუ დიდია როგორი რაზომის წყია უნდა ჩადო სად უნდა დახვდე და 1000 ტექნიკა უნდა ამას რომ ის მოინადირო ფაქტორები ხო ფაქტორები და მეორე ამის განმარტება არის ის რომ მონადირეები უწოდაო იმას ვინც მაღალ ღვთისმეტყველებაზე ამბობს მაგალითად პავლე იყო მონადირე და მეთევზეობა არის უფრო ზღვა არის სოფლისისა აი უფრო ხალხის მომყვანი მაგრამ მონადირეობა არის უფრო ამ ხალხიდან უფრო მაღალის მიმცემ მონადირეები მთებში არიან ის ხო ზღვაზე ეს ამ მთებში ანუ სიმაღლეებზეა და მონადირეობა არის უფრო აი ღვთისმეტყველები იყვნენ მონადირეები იმიტომ არის არწივი რო არის ის იოანესთან რომ და პავლეს სხვათა შორის პავლეს სიმბოლო და ხატვა მინდოდა პავლეს სიმბოლო არის მგელი იუდას სიმბოლო ანუ იაკობი რო ლოცავს მამამთავარი იაკობი რო ლოცავს თავის შვილებს იმას ეუბნება იუდას ლომის ბოკვერს ეძახეს იუდას ხო იუდა ოღონდ მამამთავარი იუდას საიდანაც მოდიან იუდეველები და ბენიამინს ეძახის ღამით მონადირე მგელს და ბენიამინის ტომიდან იყო ისა იყო პავლე არის ბენიამინის ტომი და ეს მგელი არის საერთოდ ყველაზე გონიერი მონადირეა ცხოველთა შორის ცნობილია რომ გელი იმიტომ რომ ის თლიანი ის ნადირობს და წინ როგორ მიდის ისა რომ საოცრება მგელსო ისეთი ოჯახი და ასე ყველაზე მაგარი მონადირე იყო მაგხრივ პავლე მოციქული რადგან მან მოინადირა მთელი სოფელი ესე არის მოციქულებზე არის საერთოდ მოციქულები მონადირეებს ეძახიან მეთევზეებს არა მოციქულებს მონადირეებს ეძახიან რომ მოინადირეს მთელი სოფელი ხო და ამიტომ ეს მღვდლის მოვალეობაც ეგ არის რომ უფრო გასწავლოს და ასევე მაგალითად ყველა მღვდელი არ შეიძლება იყოს მოძღვარი ყველა მღვდელი არ შეიძლება რომ ასწავლიდეს ყველა მღვდელს აქვს შენდობის მადლი მაგრამ ყველა მღვდელი არ არის მასწავლებელი და მღვდლისგან თანადგომა ოჯახს როცა უჭირს და ისა ყველა მღვდელს უნდა შეეძლოს მაგრამ აი ქრისტეს დანახვა ეგ ყველას არ შეუძლია რომ ქრისტე დაგანახოს ახალი მოსული რო ვიყავი მაშინ დილის ლოცვებში წერია მოძღვარი და მასწავლებელი ხო და კითხე მამაოს ეს მოძღვარი ხო მასწავლებელია მეთქი და არა ყველაო მითხრა ორი რატო წერია მეთქი მოძღვარი და მასწავლებელი როცა ლოცულობ მოძღვარი და მასწავლებელი წერია არა ყველაო მითხრა ყველა არ არის მასწავლებელი ამიტომ მოძღვარი რომელიც თვითონ მოძღვარი მასწავლებელს ნიშნავს მაგრამ მაინც ის ყველა არ არის მოძღვარი ყველა არის მღვდელი მაგრამ ყველა არ არის მოძღვარი და ყველაზე მთავარი მაინც არის ის რომ მოძღვარი ქრისტეს იძლეოდეს ქრისტეთი გასწავლიდეს და მივიღოთ მოძღვარებისგან ქრისტე და სხვა არაფერი მოდამი დავამთავროთ დღეს ჩვენ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ მათ შორის სასულიერო იერარქიაზეც ამ მხრივ ინფორმაციული თვალსაზრისითაც მე მგონი ჩვენ მაყურებლებისთვის ბევრი სიახლე საინტერესო და საცოდინარი ფაქტი გახდა ცნობილი თუმცა
მოვისმინეთ რამდენიმე კომენტარი, რომელიც რა მიმდინარე გარკვეულ აქტუალურ მოვლენაზე, მათ შორის საკმაოდ ტრაგიკულზეც თქვენ წარმოდგენის და შეფასების კუთხით საინტერესო იქნებოდა. მადლობა უთხრათ დროების YouTube არხის მაყურებელს, შევახსენებთ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემათა ციკლს მამა დოროთეს ამბიონი, სწორედ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, მასწავლებელი და მოძღვარი არქიმანდრიტი უძღვება ამ გადაცემას ჩემთან ერთად. მადლობა რომ გვიყურებდით. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააგებინეთ ბევრს რომ ასეთ არხი არსებობს სხვადასხვა შინაარსის, ძირითადად მაინც საგანმანათლებლო შინაარსის გადაცემები თავსდება ჩვენს გვერდზე, მოიწონეთ და გაუზიარეთ თქვენს ნაცნობებს და მეგობრებს. მადლობა, ნახვამდის.